საქართველოს ტერიტორიაზე 5000-ზე მეტი ძეგლია. ციხესიმაგრეები, ტაძრები, სასახლეებისა თუ სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები. ყოველივე ეს ქართველი ერის ისტორიის ქვისმატიანია. რადიო მელომანი ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა დღის 3 საათზე წარმოგიდგენთ დიმიტრი თუმანიშვილის გადაცემას ქართული ხუროთმოძღვრება. გავიაროთ ერთად ეროვნული შემეცნების გზა სამხატვრო აკადემიის რადიოზე. რამდენიმე ხანია უკვე ჩვენ საზოგადოებას გაუჩნდა კიდევ ერთი საკამათო და საღელვებელი საგანი, ამჯერად დაკავშირებული მთლადაც არქეოლოგიურ ძეგლთან. ყველასთვის უკვე დღეს ჩვენში ცნობილ საღდრისის საბადოსთან. სამწუხარო არის პირველ ყოვლისა ის დონე, რომელზედაც მიმდინარეობს მთელი ეს კამათი, რომელსაც მეცნიერულს მიახლოებითაც ვერ დაარქმევ. ძალიან სამწუხაროა, რომ ერთმანეთში არეულია სრულებით სხვადასხვა ასპექტები პრობლემისა და თანაც აქ ერთვის კიდევ ისეთი კითხვებიც, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან უცნაურად და უმართებულად გაგებული. რა წრე არის აქ კითხვებისა? პირველი კითხვა, ყველაზე ისეთი პრაქტიკული, შეიძლება თუ არა და საჭიროა თუ არა შევინარჩუნოთ არქეოლოგიური ძეგლი. როდესაც ისმენ კაცი, რომ ორი სპეციალისტი ერთმანეთს ეკამათება და ერთი ამბობს ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 20-ე საუკუნე და მეორე ამბობს არა, ეს 25-ია. თითქოს 25-იან გინდას მე-20-იან გინდას მე-15 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვის, გინდას ახალი წელთაღრიცხვის მე-15 საუკუნე. არ ღირს იმათ, რომ განვიხილოთ მისი შენარჩუნების კითხვა, ეს უკვე თავისთავად ძალიან შემაშფოთებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულებით არეულია ღირებულებითი საზომები და ადამიანებს, როგორც ჩანს, არ ესმით რა ქმნის ქვეყნის სახეს, რა არის მისთვის მნიშვნელო და რა არის მნიშვნელოვანი. ეს რომ მართლაც ყოფილიყო გვიან შუა საუკუნეების საბადო და თუ ის ჩვენ გვაძლევს წარმოდგენას იმისას თუ რა ხდებოდა თუნდაც 300 წლის წინ, როგორ აწარმოებდნენ ჩვენს ქვეყანაში ლითონს, როგორ მოიპოვებდნენ, როგორ ამუშავებდნენ, ეს უკვე სავსებით მნიშვნელოვანი ღირებულება იქნებოდა. სავსებით აკადემიური კამათია, რომელიც საუკუნეა ეს 20-ე, 21-ე თუ 22-ე. ეს მეცნიერების საქმეა ეკამათონ ერთმანეთში. მაგრამ სანამ კამათს დაიწყებდნენ, ჩვენ კამათის საგანი უნდა გქონდეს. ვერ ვიტყვი ახლა ვითარება ისეთია, რომ სავსებით შესაძლებელია უფრო მეტი იქითკენ არის პროცენტულად ალბათობა, რომ ვერ შევინარჩუნებთ. მაგრამ ეს იქნება მხოლოდ კიდევ ერთი სირცხვილი, ბევრი სირცხვილთა შორის, რომელიც სამწუხაროდ გროვდება ჩვენს თავს სხვადასხვა მიმართულებით. ზოგი სირთყვიერია, ზოგი მოქმედებითია, ზოგი კიდევ რა არის. და იქნება კიდევ აი ასეთი, რომ მთელი მსოფლიო გეუბნება შენ მნიშვნელოვანი ძეგლის პატრონი ხარ და შენ კიდევ არ გინდა ამის შემცნება. უცნაურია ვილად რომ თქვა. ახლა ამას აქვს მეორე მხარე. ეს არის კამათი იმაზე თუ ვისია ეს ძეგლი. შეიძლება ეს ისე ფართოდ არის მით, მაგრამ მე რამდენჯერმე მომეყურა. ვიღაცა ამბობს ეს არის ჩვენი წინაპრების და ვიღაც პასუხად ეუბნება, როგორ შეიძლება ეს ხომ უვიცობა, რაზე ვლაპარაკობთ. მართლაც ახლა კაცრად რომ თქვათ, ჩვენ რასაკვირველი არ ვიცით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვინ ჩადიოდნენ იმ საბადოში, ვინც იქ მადანს მოიპოვებდა და ჩაქუს უყავდა კედელს. ბუნებრივია არ ვიცით, არ ვიცით რა ენაზე ლაპარაკობდნენ, არ ვიცით რა ატომისანი იყვნენ. ისევე როგორც საერთოდ არ ვიცით, როგორი იყო უძველესი მოსახლეობა ჩვენი ქვეყნის. ვფიქრობ, რომ ეს არც არის უპირველესი კითხვა, რომელიც ამასთან დაკავშირებით უნდა დაისვას. მით უმეტეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის კულტურები, ის რომელიც იყო სადღაც მე-7-მე-5 წლეულიდან ძველი წელთაღრიცხვის, შემდეგ რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურის სახელით უფრო გვიან არსებობს, ისინი ვრცელდება სხვანაირად გეოგრაფიულად, ვიდრე ეს მერე არის. ეს კულტურები, როგორც ჩვენს საქართველოს მიწა-წყალზეა დღევანდელი საქართველოს სია, ასევე დღევანდელი სომხეთის და დღევანდელი აზერბაიჯანის მიწა-წყალზეც. ვისია ეს კულტურა?
ალბათ ესე ხელდადებით არც ერთის, არც მეორის, არც მესამის ვიღაცის. თუმცა კი მე მეჩვენება სხვა მასალის მაგალითზე, რომ თითქოს რაღაცა დროის შემდეგ იქ ჩნდება ისეთი ლოკალური ნაირსახეობები, რომელიც თითქოს და ამზადებს შემდგომ სხვაობებს კულტურას. ეს კარგად ჩანს წვრილ ბრინჯაოს პლასტიკაში, სადაც მაგალითად სომხეთში მოპოვებულ ნიმუშებში რაღაცა დროს მეორე 1000 წლებში ძველი წელთაღრიცხვით რაღაცა სხვანაირი დეკორატიულობა ჩნდება, რომელიც დღევანდელ საქართველოში მოპოვებულ ნივთებზე არ არის. და სამაგიეროდ რაღაცანაირად ეხმიანება იმას, რაც შემდეგ იქნება, დავუშვათ სომხურ ორნამენტიკაში, ქართული ორნამენტიკისგან განსხვავებით. ეს მხოლოდ ვარაუდია, ეს არანაირად არ არის ცოდნა, მაგრამ შესაძლებელია უკვე მაშინ იმ ძალიან ძველ დროს ისახება ის კულტურული სხვაობები, ის კულტურული როგორც დღეს იტყვიან პარადიგმები, რომელიც შემდეგ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების კულტურულ და სულიერ განვითარებას. მაგრამ ეს მხოლოდ კითხვებია. როგორ შეიძლება ჩვენ მივუდგეთ იმ უძველეს დანატოვარს? მე ვფიქრობ, საქმე შემდეგია. ვერ გავიგებთ ალბათ ძველი წელთა მე-5000 წლებში რომ დადიოდა, თქვათ, დღევანდელ გორთან თქვის პირზე ადამიანი, ის ვინ იყო? და ალბათ არც აღირს ამაზე მაინც და მაინც მღელვარება. ვფიქრობ, კითხვა ამ შემთხვევაში უნდა იყოს ერთადერთი. ის, რასაც ის ადამიანები აკეთებდნენ, რამენაირად მერმინდელი და დღევანდელი საქართველოს ცხოვრებაში მონაწილეობს თუ არა. მაგალითად, მათ მოყავთ ვაზი, ჩვენ უკვე ვიცით, დიდი ხანია ამის ეჭვი იყო, დღეს უკვე დადასტურებულია, მე მგონი, აღარ არის საეჭვო, რომ კულტურული ვაზის და კულტურული ხორბლის ერთ-ერთი უპირველესი კერვა არის ჩვენი ქვეყანა. ახლა ვიღაცა იტყვის, რომ ეს არის ნაციონალისტური მოლანდება, მაგრამ რა ვქნათ, როცა მოპოვებულია ესენი, ხო? და ქართველი მეცნიერების ნათქვამი არ არის, ეს სხვებმა თქვეს უჩვენოდ. ხორბალი მაგალითად აკადემიკოსმა ვავილოვმა თქვა, არ თქვავს ქართველი. ეს კულტურა ხომ არ დაკარგულა. იყო ეს ჩვენი წინაპარი უშუალო, თუ ეს იყო რაღაცა სხვა ტომი, რომელიც შეერწყა, თქვათ, ქართულ ტომს, რომელიც ოდესღაც საიდანღაც მოვიდნენ, ან იქნებ არც მოსულა. ამას ჩვენ ვერ ვგებულობთ, მაგრამ ის რომ ჩვენ კულტურაში ვაზის და ხორბალის მონაწილეობს, ამის თქმა ხომ შეგვიძლია. რომ უზარმაზარი სიმრავლე თუ ეს ერთის თუ მეორის ჯიშებისა, რომლის გაჩენა სჭირდებოდა ძალიან დიდი დრო მე-20 საუკუნის კართან, იყო ძალიან ბევრი, როცა ყველა გეოგრაფიულ ერთეულს ჰქონდა თავისი შესაბამისი ხორბლის ჯიში. ეს ხომ ფაქტია. რატო არ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ იმ ადამიანების მონაპოვარი განურჩევლად იმისა, ვინ იყვნენ ისინი ტომობრივად, მონაწილეობს ჩვენ დღევანდელ კულტურაში. რომ ჩვენ ვართ ამ თვალსაზრისით, არა გენეტიკით, არა იქ მაინც და მაინც გენებით და უჯრედებით, არამედ სწორედ კულტურული თვალსაზრისით ჩვენ ვართ მემკვიდრეები იმისა, რაც მათ გააკეთეს. ეს ძალიან კარგად ჩანს არქიტექტურის მაგალითზე, როცა ჩვენ ვხედავთ უძველეს სამშენებლო ტრადიციას, რომელიც ჯერ-ერთი გადადის ერთი მეორეში, იქ სადაც მოსალოდნელი იყო წყვეტილი, ეს წყვეტილი არ ჩნდება და თუ ეს არის მართლაც სხვა ხალხის მოსვლა, როგორც ჩანს ხდება ურთიერთშერწყმა დამხტურისა და მომხტურისა, რაღაცანაირად ისინი ერთმანეთთან ამყარებენ სასიცოცხლო კავშირს, რაღაცა სიმბიოზში შედიან და შემდეგ როგორც ჩანს რაღაცა ახალ ერთობას წარმოქმნიან. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ტრადიცია, რომელიც ჯერ იყო მრგვალი სახლების, შემდეგ არის სწორკუთხა სახლები, კუთხე მომრგვალებული, რაც სრულებით გაუგებარია და მხოლოდ იმით შეიძლება ეს კაცმა ალბათ ახსნას, რომ რაღაცა ჩვევა იმისა, რომ რუდი ხაზი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ხისტი კუთხე, ამ კულტურაში იყო და ჩვევა იყო, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ არის თითქოს სამშენებლო კულტურის რაღაცა მიმღეობაც ასეთი თითქოს იმ ძველიდან მოდის რაღაცა ხერხები მშენებლობისა თითქოს ასეა. და ყველაზე საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მერე არის სხვადასხვა გვარი შენობები, მაინც თლიანი ხაზი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, დიდწილად სწორედ აი ასეთი ცენტრული ნაგებობებისგან შედგება და როგორც წესი ჩვენი საცხოვრებელი სივრცე და დღევანდელი ოთახიც კი ის მიისწრაფვის იქიდან, რომ იყოს სიმეტრიული ცენტრალური ღერძის მიმართ. კვადრატულია უმრავლესად.
ხშირად ვამბობ ხოლმე ყოველთვის ვეუბნები სტუდენტებს, რომ დღესაც კი როცა ახასიათებენ კარგ ბინას, ამბობენ იქ კვადრატული ოთახებია, გეგონება კვადრატული ოთახი რაღაცა განსაკუთრებული იყოს. რა არის ახლა რა მოხდა? არც არაფერი, არის კულტურები, რომელშიც სულებითაც არ არის ასე და მათ მოსწონთ ძალიანაც წაგრძელებული სივრცე. ჩვენ არ მოგწონს და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ განურჩევლად იმისა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც ამ სახლებს აშენებდნენ, მათი შექმნილი ტიპი საცხოვრებელი სივრცისა გადმოვიდა და გახდა ქართული კულტურის ნაწილი. ამ თვალსაზრისით ეს უძველესი მაღაროც ჩვენი კულტურის ნაწილია, იმიტომ რომ მე მგონი არავის ეპარება ეჭვი, რომ ქართველი ტომების და შემდეგ უკვე ქართველობის ცხოვრებაში ლითონის მოპოვებასა და დამუშავებას ძალიან დიდი ადგილი ეჭირა. ეს იყო ვთქვათ, იარაღების გამოჭედვა, სამეურნეო იქნებოდა ეს თუ საომარი საჭურველი იქნებოდა, ეს იყო მხატვრული ლითონი, ეს იყო ლითონის ჭურჭელი, უამრავი რამე, სამკაული, უამრავ რამე საკეთებდნენ ჩვენ ქვეყანაში და ეს ნამდვილად არის როგორც ჩანს ტრადიცია, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მსგავსი ხერხები, პატარა ოქროს ლომზე, რომელიც მოპოვებულია კახეთში და შემდეგ ძალიან მისი მსგავსი რაღაცეები ჩნდება 2000 წლის შემდეგ ვანში. ეს ხომ არ შეიძლება მთლად შემთხვევითობა იყოს. ვერ გეტყვით რომ მე მესმოდეს ან ვინმეს ესმოდეს ეს ტრადიცია როგორ გადმოვიდა, მაგრამ ეს ფაქტია, ამას ვერ წაუხვალ, ვერსად ტექნიკური ხერხები ემთხვევა. როგორ? არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ალბათ არის რაღაცა შემაერთებელი რგოლები, რომლებიც ჯერჯერობით მიკვლეული არ არის და თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის არქეოლოგიური შესწავლილობის ხარისხს, ეს სავსებით შესაძლებელია. ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს აღმოსაჩენი, ვიდრე აღმოჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანია და საკვირველია ჩვენ ეს წინარე ქრისტიანული ეპოქა თავისი დასახლებებით, თავისი ნაციხوارებით მეტ-ნაკლებად მაინც შევინარჩუნოთ ხილულად. ეს უძველესი ნასოფლარები სამწუხაროდ არის ჩამარხული მიწის ქვეშ. მათ აყრიან მიწას, იმიტომ რომ ვერ ინახავენ. მე ვფიქრობ ძალიან საჩქაროა მოფიქრება, გაცნობა რაღაცა ხერხებისა, რომელიც ალბათ სოფლიო პრაქტიკაში იქნება. ან მოგონება თავისი საკუთარი ხერხისა, მაინდა-მაინც ხვისი მაჩანჩალება ხომ არ უნდა ვიყოთ ყოველთვის. მოვიფიქროთ რაღაცა, რომ ნაწილი მაინცა იმ ძველი ნასოფლარებისა ჩვენ შეგვეძლოს შევინარჩუნოთ და ჯერ თვითონ შევხედოთ და მერე სხვებსაც ვაჩვენოთ. მიწის ზედაპირზე არსებობს დღესაც ეგრეთ წოდებული მეგალითური ან იგივე ციკლოპური ნაციხوارები. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითები სამშენებლო კულტურისა. ჩვენ თუ მათ კარგად მოუვლით, ახლა არ დავიწყოთ შეჯიბრება, მაინდა-მაინც გავეჯიბროთ ეგვიპტელებს, ან ინკებს, ან კიდევ ვიღაცას. იმათ ნახელავს თავისი ადგილი აქვს, ჩვენსაც თავისი. და ჩვენთან პირველ ყოვლისა ის არის მნიშვნელოვანი, რომ დღესაც კი ეს ციკლოპური ციხეები და ნაკოშკარები აშკარად ქმნის რაღაც სისტემას. ეს არის უზარმაზარი სათავდაცვო სისტემა, გადაჭიმული დღევანდელი თურქეთის იმ ნაწილიდან, სადაც ქართული ტომები ცხოვრობდნენ, ჩვენს წალკათ რეალეთამდე მოდის ეს. ეს დიდი სისტემაა, ეს სახელმწიფოა, სხვა იმას ვერ აშენებდა ვერავინ. ის ჩვენ გვეუბნება ეს მშენებლობა, რომ არსებობდა რაღაცა სოციალური ძალა, რომელიც ახდენდა ორგანიზებას ამ დიდი მშენებლობისას და შემდეგ კიდევ ამის მეთვალყურეობის გამოყენების და ასე შემდეგ. ეს დგას, ამას უბრალოდ მოფრთხილება უნდა. თუ არ გავუფრთხილდებით 30-50 წელიწადში საბოლოოდ დაიშლება ყველაფერი ლოდება და აღარ გვექნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ შეიძლება ეს შევინარჩუნოთ. ამას გარდა გვაქვს ანტიკური არქიტექტურა, ხო? რომელიც აგრეთვე ვერ ნარჩუნდება მაინც და მაინც და ისევ მოსაფიქრებელია, როგორ გადავარჩენოთ, ვთქვათ, დედოფლის მინდვრის ცეცხლთაყვანის ცემელთა ტაძარი, ციხია გორას ცეცხლთაყვანის ცემელთა ტაძარი, უკეთესად გამოვაჩინოთ მცხეთის თუ ვანის თუ ვთქვათ, საირხის თუ ოქალაკევის ანტიკური და გვიან ანტიკური ნაშთები. ყველაფერი ეს წარმოსაჩენია. უფრო ფართოდ უნდა იცოდეს ჩვენ მას საზოგადოებამ უფლის ციხე, რომ ჩამოვიაროთ ახლა და გამოვკითხოთ განათლებული ქართველობა. და ვკითხოთ, რამდენი იყო ნამყოფი უფლის ციხეში? 2% თუ იქნება, ეს არის ძალიან ბევრი. მე ამდენსაც არ ველი. არა და ბევრს შეუძლია თქვას, რომ მას ცოცხალი ანტიკური ქალაქი აქვს და შეიძლება შეხვიდე და ქუჩებზე იარო, რომელიც არსებობს უკვე ყოველ შემთხვევაში ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან მაინც
ძალიან დიდი ფუფუნება ასეთი რამე კონდეს და იმას ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ და მარტო უცხოელი ტურისტების და შიგადაშიგ სკოლის მოსწავლეების ჩასაყვანად კონდეს ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტი. ახლა ამას შემთხვევით არ მოგახსენებთ. ეს არის ის უზარმაზარი სამშენებლო ტრადიცია, რომელზედაც შემდეგ იდგა უკვე შუა საუკუნეების საქართველო და რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ის ახდენდა ზემოქმედებას ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ რუს და ევროპელ არქიტექტორებზე, რომლებიც იცვლებოდნენ, ეს ძალიან აშკარად ჩანს, თუ თქვენ შეადარებთ თბილისურ, ქუთაისურ, ბათუმურ, რა ვიცი, თელავურ შენობებს იმას, რასაც აშენებდა იგივე არქიტექტორი, რასაც აშენებდნენ თქვა ამ არქიტექტორების პროფესორები და მასწავლებლები რუსეთში, გერმანიაში, სადაც გნებავთ, ავსტრიაში, სხვა ქვეყნებში. რაღაცა ხდებოდა ეს სამშენებლო კულტურა, მისი გემოვნებითი კრიტერიუმები, როგორღაც ისე ეპარებოდა, შეიძლება ისინი ამას თვითონაც ვერ ამჩნევდნენ. მაგრამ რასაც ისინი აკეთებდნენ, ესეც რაღაცანაირად ჩაიწერა ჩვენს არქიტექტურის სურათში და ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დღეს, როდესაც დადის ადამიანი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაჩენილ თბილისურ უბნებში, შენ გაქვს განცდა, რომ ეს არის რაღაც ძალიან ძველი, თუმცა სინამდვილეში ეს არის სულ რაღაცა 100-110, სულ ბევრი 120 წელი. ვერ გეტყვით ეს რის ხარჯზე ხდება, იმიტომ რომ მართალი გიხოთ თვითონაც არ მესმის, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანი დავუშვათ ზედა ვერაში რომ დადის, დავუშვათ მაყაშვილის ზანდუკელის ქუჩებზე რომ დადის, მას კონდეს განცდა, რომ ის მე-19 საუკუნის ქალაქია. ეს რაღაცა სხვა არის. ის საიდანღაც მოდის ეს კუზიანი ქუჩები, ეს აღმარ-დამართები, ეს რაღაცა შუკები მიხოლმოხული, საიდანღაც მოდის. მაგრამ განხორციელდა ეს უცხო ტომელ არქიტექტორთა ხელით. ეს არ არის ადვილი გუშინდელ ჩამოსულ პეტერბურგელ არქიტექტორს თავს მოახვიო შენი თან ისე, როცა ამის გაკეთების არანაირი საშუალება არ აქვს. არანაირი შენ ხელში არ არის არც სახელმწიფო, არც კანონმდებლობა, საერთოდ არაფერი. ყველაფერი სხვის ხელშია და თავისთავად ეს კულტურა მოქმედებს. იმათზეც კი, ვინც მისდამი შეიძლება აი ესე ცნობიერად მაინდა-მაინც კარგად არ იყოს განწყობილი. თუ არა ასეთი ღრმა და შორეული ფესვი, ალბათ ეს ვერ მოხდებოდა. და კიდევ ერთი, თუ რამე ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ დღევანდელ ვითარებაში, როცა ჩვენი არქიტექტურა ძალიან მძიმე კრიზისშია და ეს კრიზისი არ არის 1 და 2 დღის, ის უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება. რა ვიცი, 40 წელი. თუმცა ყოველ ათწლეულში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე ნაგებობა, რომელიც ნამდვილად არქიტექტურაა და სასევით ღირებული, მაგრამ მთლიანობაში მაინც ეს სასაკვირველია გასახარელი სურათი არ არის, მაგრამ თუ რაღაცა ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ შეიძლება აქედან ჩვენ თავი დავახციოთ და რაღაცა სამშვიდობოს გავიდეთ, ეს ისევ ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომელიც იმდენად შორი არ არის, რომ ჩვენ მისკენ მიბრუნება და მას ჩაჭიდება არ შეგვეძლოს. და ეს არ არის უბრალოდ ხავსი. ეს არის საკმარისად ძლიერი ფესვები, რომელსაც თუ კარგად მიუდექი და სწორ ადგილას მოჰკიდე ხელი, ნამდვილად კიდევაც ამოგიყვანს წყლიდან, რომელსაც მიაქვს ბევრი რამ თუ რაღაცა უთხრული და აგიყვანს ზევით და ყველაფერსაც გააკეთებს, უბრალოდ სწორად უნდა მიუდგე. და ყველაფერი ეს იწყება იქ, სადაც ჩვენ არ ვიცით ძალიან ბევრი რამ, არ ვიცით ვისი სახელმწიფოები იყო, არ ვიცით საიდან მოსული თუ მკვიდრი მოსახლეობის შექმნილია ეს. არ ვიცით არაფერი, ვიცით ერთადერთი, რომ ყველაფერი ეს შემდეგ როგორც ნაკადები, როგორც ნაკადულები შევიდა იმ საერთო კალაპოტში, რომელსაც უკვე კარგახანია წარმოადგენს ქართული კულტურა. ვფიქრობ, რომ მარტო ეს გაამართლებდა ნებისმიერი სიძველის დაცვას, თუ კი ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან ბევრი სირთულე, იმავე საყდრისის დაცვა, აგრეთვე არ არის მარტივი რამ. მოვისმინე სპეციალისტების აზრი, რომელიც ამბობენ, რომ მისი გამაგრება ძალიან რთულია, მისი ექსპონირება ძალიან რთულია. და რა მერე? სირთულე თავისთავად ხომ მეც არაფერს გვეუბნება იმის, მეც რომ ჩვენ უფრო მეტი დაფიქრება და უფრო მეტი მოქმედება გვმართებს, ხომ? ეს სირთულე თავისთავად აკრძალვა ხომ არ არის? პირიქით ეს არის. მე ასე მგონია, რომ როცა რაღაცა არის ძნელი, ეს არის მოწოდება უფრო მეტი ქმედებისკენ, ხო? ვისწავლოთ, მოვიფიქროთ რაღაცა. მით უმეტეს არის ხო მაგალითები არის ისტორიული მაღარო პოლონეთში, რომელსაც იცავენ.
რომელშიც არის მუზეუმი, ისიც კი გააკეთეს, რომ იმ გამოქვაბულებში გამოთალეს ქანდაკებები, მარილის საბადოად თლიანად გამჭვირვალე ქანდაკებებს. ნუ ახლა აქ რაღაცა სხვა შეიძლება მოიგონო ალბათ. უბრალოდ ფიქრია საჭირო. ფიქრი იმაზე, რას წარმოადგენს ეს ძეგლი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ თავი მე ვფიქრობ არის ყოველწამიერად გავაცოცხლოთ განცდა ჩვენი კავშირისა იმასთან, რაც არის ჩვენი წარსული. საბოლოო ჯამში იმ წარსულო ჩვენ ხომ არ ვართ ჩვენ. ყოველი ჩვენთაგანი იბადება, ის შემოდის კალაპოტში, რომელიც მანამდე არსებულა. ხო, რასაკვირველია ის წვეთი, როგორიც ვართ მე, თქვენ და ვიღაცა სხვა, არ ყოფილა მანამდე, მაგრამ ეს კალაპოტი ხომ იყო. და შესაბამისად ის რაღაცანაირად ცვლის ჩვენ ფერს, თვის ტიხნარია, მაგალითად ეს წვეთი ალბათ ცოტა მოწითალო იქნება, ან მოყვითალო იქნება იქ კირი, რაღაცა სხვანაირად შეიღებება. ხან გაიწრიტება, ხან რაღაცა კიდევ დაემართება. ჩვენ ვართ გარკვეული მატარებლები, გამზიარებლები იმ წარსულისა, რომლიდანაც მოვდივართ. და წარსული აყალიბებს დიდ ნაწილს ჩვენი რაობისას. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს მაინც ასეა. თუ ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას ჩვენს ბუნებასთან, ეს სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. ქრისტიანობა ყოველთვის ასწავლიდა, რომ ადამიანი არის ისეთი, როგორიც არის, მაგრამ ეს არათავისუფლებს მას იმისგან, რომ მან განახორციელოს ის, რაც არის აბსოლუტური. ამ შემთხვევაში აბსოლუტური ეს იყო მისი ადამიანის ზნეობრივი მოვალეობა, რომელიც ადამიანმა უნდა გააკეთოს ნებისმიერი მონაცემით, როგორიც უნდა იყოს ის. დაიბადა ის მოცეკვავედ, მომღერლად, ქვისმთლელად თუ მეცნიერად, ზნეობრივ მოვალეობას არ აუქმებს არც ერთი ამ ასპარეზთაგანი, არც ერთი თვისება ადამიანისა არ ათავისუფლებს მას სიკეთის მსახურებისგან, მაგრამ ეს არის ერთადერთი, რაც არის აბსოლუტური მოთხოვნა. დანარჩენი გადის ჩვენს ბუნებაზე, რომელთანაც ჭიდილი საკმარისად უაზრო საქმეა. ჩვენ უნდა წარმართოთ სიკეთისკენ. ეს არის ერთადერთი მოვალეობა ადამიანის. და რაც უკეთ ეცოდინება მას თავისი ბუნება და წარსული შეცნობა, თავისი შეცნობის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. მით უკეთ ეცოდინება მას, რა შეუძლია, რისი პატრონია, რისი შემძლია. ფაქტიურად, როცა ჩვენ ვიხედებით უკან, ჩვენ მერე წინ რომ გავიხედავთ, უკეთ დავინახავთ გზა, როგორ უნდა გავკვალოთ, როგორ უნდა ვიაროთ. როცა შენ სულებით არის შენს უკან რა არის, აუცილებლად არასწორ ნაბიჯებს გადადგამთ, საკუთარ თავს ვერ იცნობ. შენ არ ხარ ვინ ხარ. შენ არ იცი მაგალითად გადახტომა შეგიძლია თუ არა. თუ შენ არ იცი ამის გამოცდილება არის ჩადებული შენს ბუნებაში თუ არა. სხვა მაგალითად კენიელები სწრაფად დარბიან. ვიცით ჩვენ შეგვიძლია ეს სწრაფად სირვილი, არ ვიცით. შეგვიძლია დიდხანს მოძრაობა, როგორც იგივე აფრიკელი მონადირეები დარბიან მთელი იქ, რა ვიცი. დღე და ღამეები და არიღლებიან. ვიცით? არ ვიცით, იმიტომ რომ უკან არ მიგვიხედი, არ მოგიკითხავს. ყველაფერში მე ვფიქრობ, შეიძლება ამ გზას დავადგეთ და სხვათა შორის, რაც ხელოვნება შეეხება, იქაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ ვისწავლოთ, თუნდაც ისეთი მარტივი რაღაცა, როგორ დგამენ, თუნდაც ის უძველესი ხანის ოსტატები დგამენ ციკლოპურ ციხეს, აბულის ციხეს. როგორ შემოდგეს მას ეს ციხე? მწვერვალზე არ არის საინტერესო და ვნახოთ ახლა მსგავსი ციხე, როგორ ააშენეს, თქვა სარდინიაში, როგორ ააშენეს საფრანგეთში, ბრეტანისკენ არის ეს ციკლოპური ესეთი ნაშთები. იქ როგორ დგამენ? როგორ აშენებს ეგვიპტელი, როგორ აშენებს ციხეს ასურელი და ვნახოთ, იქნება აქ არის რაღაცა, რაც ოდნავ სხვანაირია, ოდნავ განსხვავებული რაღაცაზე მიგვითითებს, გემოვნებაზე მიგვითითებს, ხომ, რომელიც შესაძლოა აი ასე ჩალექილი იყოს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში. წარსულმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვასწავლოს, მათ შორის ძალიან ძველმაც. სწორედ ამიტომ ვიცავთ ჩვენ მას. ეს თვითმიზნური კი არ არის, შევინახოთ ძველი ნაშთები. ჩვენ ვიცავთ მას, იმიტომ რომ უკეთესად ვიცოდეთ დღევანდელობა და უკეთ გავიგოთ მომავალი. ვერ გაიგებ აწმყოს თუ წარსული არის. ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები, რატომ არის ის ასეთი. თავისი კარგით და თავისი ავით. ამიტომ ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რომ უნდა ნახო წარსული, რა არის ის ბალავრის ქვები, რომელზეც დაშენდა აწმყო და რა არის ის დამპალი და უვარგისი კენჭი, რომელმაც მოიტანა ის სირთულეები, რომელიც დღევანდელობას ახლავს. ამის მასწავლებელი მხოლოდ და მხოლოდ წარსულია. სხვა საშუალება არ არის. ამიტომ მოვალენი ვართ და უტოვოთ ჩვენს მომავალ თაობებსაც იმის საშუალება, რომ მათაც დაინახონ იმ წარსულში რაღაცა და ალბათ თავისი
დროიდან, თავისი დროითი წერტილიდან ისინი ისეთ რაღაცას აღმოაჩენენ იმ ნაპოვნში, რაც ჩვენ გაგვეპარა, რასაც ყურადღება არ აქციეთ. ჩვენი მოვალეობა არის შევუნარჩუნოთ მემკვიდრეობა მომავალს. საქართველოს ტერიტორიაზე 5000-ზე მეტი ძეგლია. ციხესიმაგრეები, ტაძრები, სასახლეებისა თუ სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები. ყოველივე ეს ქართველი ერის ისტორიის ქვისმატიანია. რადიო მელომანი ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა დღის 3 საათზე წარმოგიდგენთ დიმიტრი თუმანიშვილის გადაცემას ქართული ხუროთმოძღვრება. გავიაროთ ერთად ეროვნული შემეცნების გზა სამხატვრო აკადემიის რადიოზე.